საქართველოში საკმაოდ ინტენსიურად განიხილება საქართველოს ნეიტრალიტეტის თემა და ასევე უფრო შორსაც მიდიან მონარქიის აღდგენის თემა. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩემო ძვირფასებო, როდესაც ბიზანტიის იმპერია დაეცა, სულ დაახლოებით, სულ რაღაც 10 წელიწადში ერთიანმა საქართველომ შეწყვიტა არსებობა მე-15 საუკუნის 60-იან წლებში, ზუსტად შეიძლება წელი ზუსტად ვერ ვთქვა, მაგრამ ისტორიკოსები დამეთანხმებიან და თუ ვცდები, შემისწორონ დიდი სიამოვნებით მივიღებ შესწორებას. მე-15 საუკუნის 60-იან წლებში დაიშალა ერთიანი საქართველო და შეიქმნა სამი სამეფო. ჩვენი ერთიანობა დამოკიდებული არის, მეგობრებო, მსოფლიო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. სანამ არსებობდა ბიზანტიის იმპერია, მანამ საქართველოს ჰქონდა შანსი ერთიანი სახელმწიფო ყოფილიყო და სწორედ ბიზანტიის იმპერიის დროს, არსებობის დროს, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ოქროს ხანის ეპოქას. შემდგომ, როდესაც ბიზანტიის იმპერია დაეცა, საქართველო დაიშალა და საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნება რამდენიმე სამეფო, სამთავრო და კავკასიის რეგიონში, აქეთ ჩვენი კავკასიაში რეგიონში მყოფ ტომები იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები, სვანები, მოხევეები, შავხევსურები პრაქტიკულად იყვნენ ბატონის გარეშე. Იმიტომ არის გამონათქვამი, რომ თავში ბატონი არ ყავდათ. რატო არ ყავდათ ბატონი? იმიტომ რომ მეფის მმართველობა იქ ვერ აღწევდა. დაშლილი იყო საქართველო. მე-19 საუკუნეში, როდესაც ნახეთ, მე-15-დან მე-19 საუკუნემდე 400 წელია თითქმის გასული, საქართველოში იყო საშინელება და მონებად იყიდებოდნენ ქართველები. მონებად იყიდებოდნენ არა მარტო სამხრეთისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ. ჩრდილოეთ კავკასიაშიდაც იყო მონათა ვაჭრობა. დავით გურამიშვილი საით გაიტაცეს და საით გაყიდეს მონად. მე-19 საუკუნეში, როდესაც ჩრდილოეთში გაძლიერდა ახალი იმპერია, მან შეავიწროვა ოსმალეთის იმპერია, ბიზანტიის იმპერიაზე წარმოქმნილი ოსმალეთის იმპერია, შეავიწროვა რუსეთის იმპერიამ და თანდათან მოუახლოვდა პერიოდულად კავკასიას და შემდგომ შემოდის კავკასიაში და იკავებს საქართველოს ტერიტორიებს. საქართველოს ტერიტორიებს იკავებს, ასე ვამბობ. საქართველოს კი არა, საქართველო როგორც ასეთი სახელმწიფო, საქართველოს სამეფო და ასე შემდეგ არ არსებობდა. ნაწილ 78 წელიწადი მოუნდა 1801 წლიდან 1878 წლამდე საქართველოს ტერიტორიების მიერთებას. შემდგომ, როდესაც 1918 წელს დაიშალა მეფის რუსეთი, 17-ში დაიშალა 1917 წელს დაიშალა მეფის რუსეთი, ცარიზმი, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს და მეორე დღესვე საქართველოში, ტაო-კლარჯეთში და ბათუმში შემოდის ოსმალეთის ჯარები. რომ ბათუმიდან ოსმალური შენაერთების განდევნა მოხდა წითელი ოკუპაციის შემდგომ 1921 წლის მარტის თვეში, ხოლო ტაო-კლარჯეთიდან გასვლა ვერ მოხერხდა ვერც მაშინ. ვერანაირ ვეღარ მოხერხდა. ეს არის ისტორიული რეალობა. ამას რომ ყვები ახლა მე მომწონს არ მომწონზე კი არაა საუბარი. დღეს დაავადება ქვეყანაში მინდიზმის დაავადება. მე რა მინდა და შე რა გინდა ერთია. მეორე არის ეს რეალობა, ისტორიული რეალობა, რაც მოვყევი. რატო მოვყევი ეს რა შესავალი რატო გავაკეთე? სტატიკური მდგომარეობა რომ არსებობდეს, ამისთვის აუცილებელია ბალანსის დაცვა. იმ მდგომარეობა რომ არ იყოს კავკასიაში, აუცილებელია რაღაც ძალთა ბალანსის დაცვა. კავკასიიდან თუ კი მოხდა რუსული გავლენის გასვლა, არანაირი ნეიტრალიტეტი არ იქნება კავკასია, არანაირი ნეიტრალიტეტი. ოსმალეთი შექმნის დასავლეთის მხარდაჭერით ამას ცდილობენ ამას, ვინც ერკვევა ცოტათი მაინც დალოცვილო.
დასავლეთი ცდილობს ხელი შეუწყოს ოსმალური თურანის შექმნის იდეას. რატომ? იმიტომ რომ შეავიწროოს რუსეთი. და ოსმალეთის თურანის იდეა, დიდი თურანის გაერთიანება კავკასიის გარეშე არ არსებობს. ოსმალური ჯარები შემოვლენ საქართველოში. და დაიწყება ისევე, რაც იყო შუა საუკუნეებში, როდესაც ბიზანტიის იმპერია დაეცა. ეს ასე იქნება. მე მინდა და შენ გინდა, კი არ არის აქ ლაპარაკი. ბალანსი უნდა იყოს დაცული. თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში და კავკასიაში ზოგადად იყოს მშვიდობა, დიდი სახელმწიფოების მიერ რომელიც ჩვენ გვარტყია, მათ შორის უნდა იყოს ბალანსი დაცული. ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული. უბრალოდ ჩვენი უგნურებით ხელი არ უნდა შეუწყოთ ჩვენივე განადგურების პროცესს. რაც ხდება დღეს საქართველოში, რაც ხდება დღეს საქართველოში, ირგვლივ ასირია არსებობას წყვეტს, იქით ისრაელი იკავებს ტერიტორიას სამხრეთიდან თურქეთი საპრეტენზია, იქმნება ასევე ქურთისტანი სახელმწიფოა შექმნილი სირიის ტერიტორიაზე და მალე გაფორმდება დიდი ალბათობით უკრაინა ჩვენ თვალწინ აგერ აემართება, ჩვენ ევროპაში მივდივართ. ზოგი ცალი ფეხით, ზოგი ორივე ფეხით. ზოგი ღირსებით, ზოგი ღირსების გარეშე. ეს დაგმართა ჩვენ მინდა ეს დაგმართა ჩვენ საერთოდ ამოვარნილი ვართ რეალობის კალაპოტიდან. ჩვენ კატასტროფა ვჭირს. და საერთოდ როგორ დგას ამ მდგომარეობაში სახელმწიფო, მე გაკვირვებული ვარ ჩვენი ერი დღევანდელი მდგომარეობით არ იმსახურებს სახელმწიფოებრიობის არსებობას. ჩემი ანალიზით გარეთ ჩვენ სიკვდილ რა ხდება და ჩვენ რა დღეში ვართ. და რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს არის გამორიცხული მეგობრებო. საქართველო აუცილებლად იქნება, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვირჩევთ, ჩვენ გვინდა. მე და შენ რა გვინდა ძვირფასო მაგა არ აინტერესებს ჩვენ სიკვდილ მყოფს სამ დიდ იმპერიას, დიდ სახელმწიფოს, რუსეთს, თურქეთსა და ირანს. არ აინტერესებს ეს შენ რა გინდა. რაც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება და არ ემთხვევა, შენ გინდა, მე და შენ გვინდა რაღაც 2 ქართველს თუ 10 ქართველს თუ 3 მილიონ ქართველს, მათ ეს არ აინტერესებს, ამას რატო ვერ ხვდებით ძვირფასებო? ჩვენ როგორმე უნდა შევძლოთ ბალანსის, რა ბალანსიც იქნება, რა ბალანსიც მიიღწევა, ახლა ხდება მსოფლიო ეგრეთ წოდებული პოლიტიკური მიწისძვრა და სად როგორათაც დადგება მას უნდა მოვერგოთ, რაც შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო მდგომარეობით. საქართველოს შეუძლებელია იყოს ნეიტრალიტეტი, ეს არის საზოგადოების კიდე ახალი მოტყუება და რაც შეეხება მეფის ინსტიტუტს. ადამიანები არიან საქართველოში და სერიოზულად განიხილავენ, რომ როდესაც კურთხეული მეფე იქნება, საქართველო დაემორჩილება მას. ჯერ ერთი კითხვა მაქვს მათთან. მეფის ინსტიტუტი როგორ? როგორ შუა საუკუნეებში იყო მეფეს რო ერთ კაცს რო ექვემდებარებოდა, როგორც ეს საუდის არაბეთშია და რამდენიმე ქვეყანაში, თუ არ ვცდები საუდის არაბეთში, ერთ კაცს რო ექვემდებარება სასამართლოს, საკანონმდებლოსა და აღმასრულებელს, ერთმართველობა რო იყო, ასეთი მეფეობა გვინდა თუ ბრიტანეთსა და ესპანეთში რო არის ესეთი მეფის მმართველობა გვინდა? ჯერ ესაა საკითხავი. თუ კი ეგეთი მმართველობა გვინდა რომ ერთ კაცს ექვემდებარებოდეს, ესეთი მმართველობა დღეს უკვე ჩვენ გვაქვს. სასამართლოს, საკანონმდებლოსა და აღმასრულებელი ორგანოს ენის შებრუნების გარეშე ექვემდებარება ერთ ადამიანს. ოღონდ ბაგრატიონი არ არის გვარად. ივანიშვილი არის გვარად. მანამდე სააკაშვილს ექვემდებარებოდა. ოღონდ ახლა ის განსხვავებაა თუ კი სააკაშვილსა და შევარდნაძეს მანამდე თქვათ ერთ მმართველობა ჰქონდათ, მაგრამ პასუხისგებლობაც ჰქონდათ მათ. მაგალითად რაღაცა პროტესტი რო გინდოდა, პრეზიდენტის მიადგებოდი, ასე თუ ისე, მოგისმენდა არ მოგისმენდა მეორეთება, მაგრამ მიადგებოდი, პასუხისგებლობა ჰქონდა. ახლანდელი ერთ მმართველს არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს. გაასწრო შუა საუკუნეების მეფის უფლებებს. უფრო მეტი, თუ ესეთი მმართველობა გვინდა, გვაქვს უკვე. და თუ კი კონსტიტუციური, თუ კი უეჭველი ბაგრატოვანი უნდა იყოს ეს მმართველი, მაშინ იმაქ რამდენიმე შეკითხვა. როდესაც ერეკლე მეფე ხდება, აცხადებს თავს მეფედ,
15 წლის არის ქიზიყში თვალსდები ქიზიყში ხალხს კრებს და ბრძოლაში შედისა და მოწინააღმდეგეს და დუელში გადის და კლავს მოწინააღმდეგეს. ერეკლე მეფე 15 წლამდე იზრდებოდა ცხენზე. რატომ? იმიტომ რომ ეგეთი ხელმძღვანელი ჭირდებოდა ქვეყანას. დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო გამეფთა და მისი დარბაზი, ანუ შეკრება ახლანდელი პარლამენტი თუ რაც გინდა დაარქვი. იყო მისი სიტყვა არის ისტორიული სიტყვა. თუკიო მათ ვარ თუ სელჩუკებს იგულისხმობს. აქ სიკვდილი ისო. არეშინია თუ ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდესო ჩვენ მიწაზე სიკვდილისო. ანუ პირველი პირი ბზათ იყო შეწიროდა მტერს. მომკვდარი იყო თავკუთარი ქვეყნისთვის. მე მაინტერესებს რომელი ბაგრატონი დაინახეთ და მოისმინეთ რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში გენოციდია, ნარკოტიკებით ეს მთავრობა და ამ მთავრობამდე მიშა დროს ასე ნარკოტიკები არ იყო პრინციპში. ეს მთავრობა 12 წელიწადია ნარკოტიკებით გენოციდს უწყობს ამ ქვეყანას. კაზინოებით რომ ზარსვავს ამ ქვეყანას და ღამის კლუბებით, გარყვნების ბუნაგებით რომ გაარყუნა ახალგაზრდობა და განათლების სისტემით გამოურეცხა თავი ახალგაზრდებს. რომელიმე ბაგრატოვანიდან რაიმე სახის განცხადება სათავეში ჩადგომა და ქვეყნის გადარჩენა კი არა. განცხადება მოისმინეთ დალოცვილო. ხალხო რა გჭირთ? ჩემო ძვირფასებო, რა გჭირთ? მეფე ნიშნავს იმას, რომელიც ზრუნავს სახელმწიფოსთვის. ვინც იბრძვის სახელმწიფოს, ვინც წირავს თავს საქართველოსთვის, ის არის მეფე. სახელწოდებაში კი არ არის საქმე. როგორ გითხრათ, აი ჩემ თუ ვინმე ახლა შემეკითხება მე, მამო, მონარქიის წინააღმდეგი ხარ? არა, მეგობრებო. არანაირი მონარქიის წინააღმდეგი არა ვარ. ჩემთვის სულ ერთია რა სახით წყობა იქნება ქვეყანაში. თავარია ჩვენ ვემსახურებოდეთ ქრისტე ღმერთს. მისი მორჩილები ვიყოთ და გვიყვარდეს საქართველო. თავარი ესაა, ეს მონარქიული წყობილების დროსაც შეიძლებოდა თავის დროზე. მეფის რუსეთის დროსაც შეიძლებოდა. საბჭოთა კავშირის დროსაც შეიძლებოდა და დღესაც შეიძლება. აი ესაა ჩემთვის თავარი. ამიტომ არ ვიცი რამდენად გადმოგეცით ჩემი აზრი, მაგრამ დღეს ვინც ლაპარაკობს საქართველოს ნეიტრალიტეტზე და საქართველოს მონარქიული წყობილების აღდგენაზე, ჩემი აზრით ძალიან მწარეთ ვიტყვი და შენდობას ვითხოვ, იმე შეურაცხყოფით, ნამდვილად პატივისცემით, ოღონდ მწარეთ ვიტყვი. თქვენი ნებართვით. ან ძალიან პრიმიტივიზმია ეს თემა. ან მიზანმიმართულად ხდება აქ არევა ქართული ცნობიერებისა, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებისა, ჩვენ ვერ შევძლოთ მობილიზება პრობლემების წინააღმდეგ. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. საქართველოს გადაარჩენს. არა ვთქვათ რაღაცის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, არამედ ბრძოლა სამშობლოსთვის, ბრძოლა ზნეობისთვის, ბრძოლა დედა ეკლესიის ერთგულებისთვის. აი რა გადაარჩენს საქართველოს. და არა ვთქვათ რაღაცის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. დააგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ და გაგაზიაროთ.